მოგესალმებით, მე ვარ შოთა და ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ობლიგაციებზე. როდესაც კომპანიებს სჭირდება დამატებით სახსრების მოძიება სესხების სახით, მათ აქვთ რამდენიმე არჩევანი, რომელთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია საბანკო სესხები და ობლიგაციები. ობლიგაცია არის სავალოფასიანი ქაღალდი, რომელიც მის გამოუშვებს ემიტენტს აძლევს საშუალებას შუამავლის გარეშე პირდაპირ ისესხოს ფული ისეთი ინვესტორებისგან, რომელთაც აქვთ როგორც საშუალება, ისე სურვილი საკუთარ თავზე აიღონ რისკი და გაასესხონ ფული გარკვეული დროის პერიოდით. ობლიგაციის შეძენის შემთხვევაში ინვესტორი მიასესხებს ემიტენტს თანხას ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული ვადით, რის შემდეგაც პერიოდულად იღებს საპროცენტო სარგებლეს, კუპონს, ხოლო ობლიგაციის ვადის გასვლისას იბრუნებს ობლიგაციის ძირ თანხას, ნომინალურ ღირებულებას. კუპონი შეიძლება იყოს ფიქსირებული, მაგალითად 10% ან ცვალებადი, მაგალითად თბილისის ბანკთა შორის საპროცენტო განაკვეთს დამატებული 3%. თავის მხრივ კუპონის გადახდები შეიძლება ხორციელდებოდეს კვარტალურად, ნახევარწლიურად, წელიწადში ერთხელ ან სხვა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით. ობლიგაციები შეიძლება განსხვავდებოდეს რიგითობისა და უზრუნველყოფის დონის მიხედვით. აღნიშნული მახასიათებლები განსაზღვრავს კომპანიის ხელთ არსებული აქტივების ინვესტორებზე განაწილების წესს გაკოტრების შემთხვევაში, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს ინვესტორების მიერ დაბანდებული კაპიტალის დასრულობის ხარისხს. რიგითობის მიხედვით ობლიგაცია ძირითადად ორი ფორმით გვხვდება: არასუბორდინირებული, იგივე სენიორ და სუბორდინირებული, იგივე ჯუნიორ. ობლიგაციის ემიტენტის გაკოტრებისა და შემდგომში ლიკვიდაციის დროს ვალდებულებები ჯერ იფარება არასუბორდინირებული ობლიგაციების მფლობელების მიმართ და მხოლოდ შემდეგ მიემართება ნარჩენი თანხა სუბორდინირებული ობლიგაციების დასაფარად. უზრუნველყოფის მიხედვით ობლიგაცია შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი. თავის მხრივ უზრუნველყოფაში შეიძლება წარმოადგენდეს უზრავი ქონება, კომპანიის მანქანა-დანადგარები, სასაქონლო მარაგები და სხვა აქტივები. უზრუნველყოფილი ობლიგაციები დამატებით უსაფრთხოებას თავაზეუენ ინვესტორს, რადგან ფინანსური სახსრების არარსებობის შემთხვევაში ვალდებულების დაფარვის წყაროს პირველ რიგში წარმოადგენს ლიკვიდირებული უზრუნველყოფა. ობლიგაცია შესაძლოა მიმული ჰქონდეს მიყიდვის ან გამოსყიდვის უფლება. მიყიდვის უფლების იგივე put-option-ის მქონე ობლიგაცია ინვესტორს აძლევს უფლებას ვადის გასვლამდე მიყიდოს ემიტენტს ობლიგაცია წინასწარ განსაზღვრული ფასით. ამის საპირისპიროდ გამოსყიდვის უფლება აძლევს ემიტენტს შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვრული ფასით გამოისყიდოს ობლიგაცია ინვესტორისგან. ობლიგაციის ემიტენტი შეიძლება იყოს სახელმწიფო, კორპორაცია ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რას ნიშნავს ობლიგაციაში ინვესტიცია. ობლიგაციაში ინვესტიციის შემთხვევაში თქვენ წინასწარ განსაზღვრული კუპონის განაკვეთითა და ვადით ფულს ასესხებთ ემიტენტს. თუ ემიტენტი ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, თქვენ მიიღებთ პერიოდულ შემოსავალს კუპონის სახით და უკან დაიბრუნებთ ობლიგაციის ნომინალურ ღირებულებას ობლიგაციის ვადის დაფარვის თარიღში. თუ ემიტენტი ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, ის კოტრდება და მისი აქტივების ლიკვიდაციით მიღებული სახსრები ნაწილდება კომპანიის კრედიტორებს, მათ შორის ობლიგაციის მფლობელებს შორის. თანხის გადანაწილებისას რა ნაწილს მიიღებს ობლიგაციის მფლობელი, დამოკიდებულია ობლიგაციის რიგითობაზე და უზრუნველყოფის დონეზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ობლიგაცია ვაჭრობადი ინსტრუმენტია, რაც გულისხმობს იმას, რომ ობლიგაციის ვადის გასვლამდე შესაძლებელია მისი ყიდვა და გაკიდვა. ობლიგაციის შეძენამდე მნიშვნელოვანია გაეცნოთ მის მახასიათებლებს, რაც თითოეულ საჯაროდ გამოშვებულ ობლიგაციაზე დეტალურად არის გაწერილი ობლიგაციის ემისიის პროსპექტში და ხელმისაწვდომია საჯაროდ. ემისიის პროსპექტი წარმოადგენს საინფორმაციო დოკუმენტს, რომელიც აერთიანებს ობლიგაციის პირობებს, ვადიანობა, კუპონი, გადახდის პერიოდულობა და სხვა, ემიტენტის შესახებ ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას და ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციას. ამასთანავე, პროსპექტი აღწერს ობლიგაციის გამოშვებიდან მიღებული ფულადი სახსრების გამოყენების მიზნობრიობას. აღნიშნული დოკუმენტი უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას, რათა ინვესტორებმა მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში გამოშვებული საჯარო კორპორაციების ემისიების პროსპექტები ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების მსგავსად, ობლიგაციასაც გააჩნია გარკვეული რისკები, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია საკრედიტო რისკი, საპროცენტო განაკვეთების რისკი, ლიკვიდურობის რისკი, ვადამდე გამოსყიდვის რისკი. მოკლედ განვიხილოთ აღნიშნული რისკები. საკრედიტო რისკი არის იმის რისკი, რომ ემიტენტმა ვერ შეძლოს კუპონის ან და ძირის დროული დაფარვა. ასეთ შემთხვევაში ხშირად კომპანია კოტრდება და ხდება მისი აქტივების ლიკვიდაცია. ლიკვიდაციის შედეგად მიღებული თანხა კი შესაძლოა არ იყოს საკმარისი ობლიგაციების სრულყოფილად დასაფარად. საპროცენტო განაკვეთის რისკი, იგივე საბაზრო რისკი, არის ობლიგაციის ფასის შემცირების რისკი. აღნიშნული რისკი ეხებათ მხოლოდ იმ ინვესტორებს, რომლებიც ვადის გასვლამდე მოიაზრებენ ობლიგაციის გაკეთებას. ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შემთხვევაში იცვლება ობლიგაციის მიმდინარე გასაკეთების ფასიც. საპროცენტო განაკვეთების ზრდას მოჰყვება ობლიგაციის ფასის შემცირება და პირიქით, საპროცენტო განაკვეთების შემცირებას მოჰყვება ობლიგაციის ფასის ზრდა. თუმცა დაფარვის თარიღში ფასი
საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელობის მიუხედავად უბრუნდება კონტრაქტით განსაზღვრულ ნომინალურ ღირებულებას. შესაბამისად, თუ ინვესტორი ვადის გასვლამდე გადაწყვეტს ობლიგაციის გაყიდვას, მიმდინარე საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, მან შეიძლება მიიღოს დამატებითი მოგება ან ზარალი. ლიკვიდურობის რისკიც ეხება მხოლოდ იმ ინვესტორებს, რომლებიც ვადის გასვლამდე მოიაზრებენ ობლიგაციის გაყიდვას. ეს არის რისკი, რომ ობლიგაციის გაყიდვისას ინვესტორმა შესაძლოა ვერ მოიძიოს დაინტერესებული მყიდველი, ან და პოტენციური მყიდველი იხდიდეს ობლიგაციის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასს. კარგად რომ დავაზუსტო, საბაზრო რისკი არის რისკი, რომ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გამო ობლიგაციის საბაზრო ფასი შემცირდება. ხოლო ლიკვიდურობის რისკი არის რისკი, რომ დაინტერესებული მყიდველის ნაკლებობის გამო ობლიგაციის გაყიდვა მოგიწევთ არსებულ საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად. ვადამდე გამოსყიდვის რისკი არის რისკი, რომ ემიტენტი ვადის გასვლამდე ინვესტორის თანხმობის გარეშე გამოისყიდის მისგან ობლიგაციას. აღნიშნული რისკი აქტუალური შესაძლოა გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ობლიგაციის პროსპექტი ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლებას, იგივე call options. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი მიიღებს პროსპექტის მიხედვით წინასწარ განსაზღვრულ ფასს. ძირითადად ემიტენტის მიერ ობლიგაციის გამოსყიდვა ხდება მაშინ, როდესაც საპროცენტო განაკვეთები მცირდება. ასე დროს ემიტენტი გამოისყიდის ძველ ობლიგაციას, რომელზეც მაღალ კუპონს იხდიდა და გამოუშვებს ახალ ობლიგაციას, უფრო დაბალ კუპონში. აღნიშნულ სიტუაციაში ინვესტორს მიღებული ფულადის სახსრების დაბანდება მოუწევს შემცირებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მქონე ფინანსურ ინსტრუმენტებში. მიუხედავად არსებული რისკებისა, ობლიგაცია წარმოადგენს სტაბილური შემოსავლის მქონე ინსტრუმენტს, რომელიც ძირითადად უფრო მაღალ საპროცენტო სარგებლეს იძლევა, ვიდრე კომერციული ბანკის ანაბლები. შესაბამისად, აღნიშნული ინსტრუმენტები ბევრი ინვესტორისთვის ვადიანი დეპოზიტების ალტერნატივას წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სულ უფრო მეტი კომპანია უშვებს საჯარო კორპორაციულ ობლიგაციებს და მათი შემსყიდველების, ანუ ინვესტორების რაოდენობაც იზრდება. ქართული კომპანიებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციების შეძენა შესაძლებელია საქართველოში ლიცენზირებული ბანკებისა და ბროკერების მეშვეობით. რაც შეეხება უცხოურ ობლიგაციებს, მათი ყიდვა შესაძლებელია საერთაშორისო ლიცენზირებული ბროკერებისა და დილერების დახმარებით. საქართველოში გამოშვებული საჯარო კორპორაციულ ობლიგაციების შესახებ ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ინტერაქტიულ სტატისტიკაში.